ევროკავშირის ელჩს ჩვენი სრული ნდობა აქვს და მისი სიტყვები საქართველოს ევროკავშირის რეალობას ასახავს. ჩვენი გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამგვარია. შეწყვიტონ ელჩზე თავდასხმა იმის გამო, რომ იგი თავის სამუშაოს ასრულებს. სამწუხაროდ საქართველოს მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მასშტაბურ მცდელობას ვხედავთ. ელჩზე თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის იმის დამახინჯება, რაც რეალურად ხდება საქართველოში. უდანაშაულო დემონსტრანტების სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ რეპრესიები და ძალადობა. ამიტომაც ჩვენი ქმედებები საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე პასუხია. ქართულ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. ჩვენ არ მონაწილეობთ დადანაშაულების თამაშებში, გსურს ვიხილოთ რეალური ნაბიჯები და წახალისება დიალოგისკენ. პირველ რიგში სამოქალაქო საზოგადოებასთან და შემდეგ განვიხილავთ თუ რა ვარიანტებია მაგიდაზე ამ ურთიერთობის გაუმჯობესების ან არ გაუმჯობესების თვალსაზრისით.